ახლა კი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დავუბრუნდეთ. 20 ლარიანი შეღავათი ყველა აქტიურ აბონენტს მთავრობამ ენერგოვაუჩერის დარიგება უკვე დაიწყო. ელექტროენერგიის მომსახურების ერთჯერად 20 ლარიან ვაუჩერს საქართველოს მოსახლეობა დღეიდან 15 მარტის ჩათვლით მიიღებს. მთავრობის ანტიინფლაციურ ღონისძიებას ექსპერტები ინფლაციურს, ოპოზიცია კი მორიგ პიარ კამპანიას უწოდებს. რატომ შეცვალა მთავრობამ დანაპირები და რატომ გაჩნდა ვაუჩერების დარიგებამდე ერთი დღით ადრე ახალი ტერმინი აქტიური აბონენტი? ხათუნა ხვედელიძე არკვევდა. ქეთევან წამებული 70 ნომერში მცხოვრებ ბელჟენცების ოჯახს გაუმართლა და იმ აქტიურ აბონენტთა სიაში მოხვდა, რომელთაც დღეიდან ერთჯერადი 20 ლარიანი ენერგო ვაუჩერი დაურიგდებათ. ვაუჩერი ბელჟენცებს პირადად პრემიერ-მინისტრმა მიუტანა. ეს არის რეალურად ერთი თქვენი ვაუჩერია, რომელიც არის 20 ლარიანი ელექტროენერგიის ვაუჩერი, რომელიც დაიკრედიტება თქვენი ანგარიში და მეორე ჩემი საკუთარი ვაუჩერი, რომელიც მე მომივიდა სახლში და რომელიც მე მინდა თქვენ გადმოგცეთ ასევე. ბორის ბელჟენცის ოჯახში იციან, რომ 20 ლარიანი ვაუჩერი მათი სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი არ იქნება. თუმცა პრემიერის ყურადღებითა და მცირედი შეღავათითაც კმაყოფილები არიან. ყველა მიცის, რომ არ იქნება და საქართველოს ისეთი მდგომარეობა, რომ ყველა მიცის, რომ პენსია საკმარისი არ არის. მაგრამ ძალიან დიდი სიხარული ჯერ მივიღე, რომ მე სიამოვნა. ელექტროენერგიის მოხმარებისთვის ერთჯერად 20 ლარიან ვაუჩერს მოსახლეობა დღეიდან 15 მარტის ჩათვლით მიიღებს. ვაუჩერების დარიგება ჯერჯერობით მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებში დაიწყო. ენერგოვაუჩერის დარიგების ინიციატივა პრეზიდენტს ეკუთვნის. მიხეილ სააკაშვილმა შესაბამისი დავალება მთავრობას ჯერ კიდევ დეკემბერში მისცა. მაშინ პრემიერმა პირობა დადო, რომ 20 ლარიან ვაუჩერს ყველა აბონენტი მიიღებდა. თუმცა მის დარიგებამდე ერთი დღით ადრე ახალი ტერმინი აქტიური აბონენტი გაჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აბონენტი, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლები ელექტროენერგია აქვს მოხმარებული, ვაუჩერს ვერ მიიღებს. რატომ შეცვალა მთავრობამ დაპირება და რატომ დაიყო მოსახლეობა აქტიურ და პასიურ აბონენტებად, ამაზე ნიკა გილაური ასე პასუხობს. ერთ და იგივე ოჯახმა არ აიღოს 2, 3 ან 4 ვაუჩერი. ანუ თუ აქვს ოჯახს ერთი საცხოვრებელი სახლი და აქვს აგარაკი, სადაც მხოლოდ ზაფხულობით ადის, მაშინ ამ აბონენტმა უნდა მიიღოს მხოლოდ ერთი ვაუჩერი, იმიტომ რომ არ მოხდეს პირიქით უფრო დიდი უსამართლობა. მოსახლეობის აქტიურ და პასიურ აბონენტებად დაყოფა გაუმართლებლად მიაჩნიათ როგორც საკრებულოს, ისე საპარლამენტო ოპოზიციაში. განმარტავენ, რომ 20 ლარიანი ერთჯერადი ვაუჩერი მთავრობის მორიგი პიარ კამპანია, რომლითაც პრეზიდენტი ხვალ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას თავს მოიწონებს. აქტიურ და პასიურ გადამხდელება, დაყოფა, სეგრეგაცია არის აბსოლუტურად გაუმართლებელი ქმედება, რამდენადაც სახელმწიფოს მხარდაჭერა უპირველესად სჭირდება სწორედ იმ ოჯახებს ჩვენი ქვეყნისა, რომელთაც ქვეყანაში არ არსებული დასაქმების პოლიტიკის გამო არ აქვს შესაძლებლობა დაფარონ კომუნალური ვალები. ჩვენს გარშემო სამწუხაროდ ბევრი არის ესეთი ადამიანი, რომელიც მხოლოდ ცისფერ ეკრანს უყურებს, ანუ ტელევიზორს და ღამე ანთებს ერთ ნატურას. იმიტომ აკეთებს ამას, რომ უბრალოდ მას შემოსავალი არ აქვს. თორემ შემოსავალი რო კონდეს, სახსაც გაარღვიალებს, შეიძლება ელექტროღუმელიც იხმაროს და გამათბობელი საშუალებაც. მე ვფიქრობ, პირიქით, ის ადამიანი, რომელიც შეჭირებულია და ნაკლებს ხარჯავს, იმიტომ რომ მას უჭირს უბრალოდ და პურის ფული არ აქვს, მას უნდა დაეხმაროს სახელმწიფო და არა იმას, ვინც 800 კილოვატს ხარჯავს და 700 კილოვატს. მთავრობის მიერ ანტიინფლაციურ ღონისძიებად გამოცხადებულ კამპანიას ინფლაციურს უწოდებენ ეკონომიკის ექსპერტები. ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ მხოლოდ აქტიურობით გამორჩეული მოსახლეობისთვის ვაუჩერების გადაცემა სოციალურად დაუცველ ფენას კვლავ დაუცველს დატოვებს. როდესაც შემოდის ისეთი პარამეტრი, რომ რაღაც ნორმაზე მეტი ვისაც აქვს ბოლო პერიოდში დახარჯული ელექტროენერგია მხოლოდ ის მიიღებს, გამოდის, რომ პრაქტიკულად მეტნაკლებად შეძლებული ოჯახები მიიღებენ დახმარებას. ანუ ის სოციალური ფაქტორიც, რომ ყველაზე შეჩვენებულ ოჯახებს მიეცეს, ეს დახმარება ესეც არის, როგორც ეთქობა დღის წესრიგიდან მოხსნილი. გამარჯობა ჯასილაშვილები, აკეთებდა სოციალური მომსახურების ელექტროენერგიის მოხმარებისთვის განკუთვნილი 20 ლარიანი ვაუჩერის დარიგება სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს. სპეციალური აგენტები ვაუჩერს 940,000 აქტიურ აბონენტს სახლში მიუტანენ. ვაუჩერის წარდგენა არ არის სავალდებულო ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიაში, ავტომატურად მოხდება დარიცხვა შეღავათის აბონენტის ანგარიშზე. წარდგენა სავალდებულო არის იმ შემთხვევაში, როდესაც საჩუქრად იღებს აბონენტი ამ ვაუჩერს სხვა აბონენტისაგან. პასიური აბონენტების მსგავსად 20 ლარიან ვაუჩერს ვერ მიიღებენ კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებიც. თუმცა ისინი სანაცვლოდ 20 ლარს ფულად თანხას მიიღებენ.
ვაუჩერის დარიგება მარტის შუა რიცხვებამდე უნდა დასრულდეს. აქტიური აბონენტები 20 ლარიან შეღავათს მიიღებენ. იმ ოჯახებს კი, რომლებიც ეკონომიური მდგომარეობის გამო ელექტროენერგიას ზოგავდნენ და ბოლო თვეების განმავლობაში 200 კილოვატიც ვერ მოიხმარეს, კვლავ ეკონომიის გაკეთება და ელექტროენერგიის დაზოგვა მოუწევთ.